მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ უნდა გაასწოროთ Photoshop-ის და Illustrator-ის, ასევე სხვა პროგრამების ლიცენზიები. უნდა გავხსნათ Firewall-ი, გადავიდეთ Advanced-ში. როგორც შემავალ, ასევე გამავალ წესებში უნდა დავამატოთ ახალი წესი, მაგრამ პირველ რიგში თუ უკვე ამოგიგდოთ Photoshop-მა ან Illustrator-მა ერორი, ასე ვთქვათ, და 5 დღეში გაგიუქმდებათო, დაგიწერათ, ეგ უნდა წაიშალოს, აი აქ ესეთი ნიშანი თუ ექნება, მონიშნეთ და Delete კნოპკით მოაშთეთ. მოვარჩიოთ სასურველი პროგრამა. აი მაგალითად InDesign-ი ავიღოთ. იგივე კეთდება ზუსტად Photoshop-ზეც და Illustrator-ზეც. მონიშნეთ პროგრამა და გააგრძელეთ. ზუსტად იგივენაირად კეთდება Adobe-ს ნებისმიერ სხვა პროგრამაზე, მათ შორის Acrobat-ზეც და Photoshop, Illustrator-ი. რასაც გავაკეთებთ Inbound Rule-ში, ზუსტად იგივე დავამატოთ Outbound Rule-შიც და სასურველია ამ რულებს სხვადასხვა სახელი დავარქვათ. რომ პრობლემა არ შეიქმნას. Corel-ის დაყენება სხვანაირად ხდება, მაგრამ იქ ლიცენზიის პრობლემა არ არის. თავდაპირველადვე საჭიროა უბრალოდ ინტერნეტის გათიშვა დაყენების პროცესში. მაგის ვიდეოს მე ჩაგიწერთ. და Acrobat-ის ხრიკებსაც გასწავლით. Dota-ს თამაში და გართობა კარგია, მაგრამ ცოტა საქმესაც მივხედოთ. Bye. გამოიწერეთ ჩემი არხი და ეგეთ